ძველი ტელეფონი, ძველი ხმები, ძველი გემო, ძველი ფერი, ძველი სურნელი, ძველი ჰანგები და აწმყოზე მომართული ძველი რადიო. რადიო იმედის ეთერშია ძველი რადიო ნინო მეუნარგიასა და მიხეილ ნიმინოშვილთან ერთად. ძველი რადიო. მიშა და ნინო დაგიბრუნდით არაჩვეულებრივ სტუმრებთან ერთად. დღეს ამ სეზონის ბოლო გადაცემაა და ნიშანდობლივია, რომ ჩვენთან ბატონი ზურა გომელაური ქალიშვილთან სალომესთან ერთად გვეწვივნენ და მართლა დიდი მადლობა. ნახეთ არიან ხო მიშა დამეთანხმები ადამიანები, რომელთაც ვერანაირი ეპითეტებით ვერ შეამკობ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდები არიან, ხო და როდესაც თანამედროვე მხატვრებზე და მოქმედებზე საუბრობთ, მე ახალს ვერაფერს ვიტყვი. ანუ ზურა გომელაური არის ერთ-ერთი გამორჩეული და ეპოქალური მხატვარი. და სალომე, მისი ქალიშვილი, ბრენდი გომელაურები, აი ესე დავაანონსეთ, იმიტომ რომ იცი რა, იმდენ შერწყმულები არიან მამაშვილი, რომ კარგი დასათაურება ნამდვილად. ხო, რა ვიცი, მე უკვე მათ ერთმანეთის გარეშე ვეღარც აღვიქვავ, ხო? სალომე არის არაჩვეულებრივი დიზაინერი სამკაულების და სამოსის, მოკლედ ყველაფერზე თავად ისაუბრებენ და ნუ მთავარი ახლა დღევანდელი ამ საუბრის თემა არის გამოფენა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ხელოვნების სასახლეში გაიმართა და ძალიან კარგი გზავნილით მინდა რომ ჩემმა ნამუშევრებმა ასე ირნოს ადამიანები მშვენიერ სამყაროში. ადამიანები არიან ყველაზე მთავარი ჩემთვისო. ბატონ ზურა, მოგესალმებით და ეს არის თქვენი სიტყვები და დიდი მადლობა იმისთვის, რომ წლების განმავლობაში და აი ამ პერიოდში სულ მართლაც არაჩვეულებრივ ზღაპრულ სამყაროში გვამოგზაურებთ, სიტყვა გამიგრძელთ. კი და ნამდვილად თითოეული ნახატი თქვენი ბატონ ზურა, ეს სულის გამოძახილი, ანუ თქვენ ფერწერით ესაუბრებით თქვენს ადამიანებს ესაუბრებით და მართლა თითოეული ნახატი ზღაპარია, თითოეული ნახატი ისტორია და არ მეორდებით. ესეც ძალიან საინტერესოა და მართლაც გილოცავთ, რომ ნებისმიერი ხელოვანისთვის გამოფენა სივრცე, სადაც მისი ნამუშევრებია წარდგენილი, ყოველთვის არის ერთგვარი გამოცდილებაც, ერთგვარი პასუხისგებლობაც და ძალიან დიდი ფუფუნებაც და სიამოვნებაც გილოცავთ. და მართლა ძალიან მოუხდა თქვენი ნახატები აი ამ სივრცე, სადაც წარდგენილი იყო ეს ნახატები და ფიქრობ რომ და კიდევ ერთხელ გამნედა ნინო საუბრობდით, რომ მართლა არ მეორდებით ბატონზე, როგორ ახერხებთ ამას? უღრმესი მადლობა ესე თბილის სიტყვებისთვის და მაგრამ აი ნამდვილად არ ვღიროარ ამ არა ჩვენ ესეთი ადამიანები ძალიან თავდაბლები ხართ გამოირჩევით ჩვენ არაფერს დავიჯერებ მოკლედ, მაგრამ ნუ იცით როგორ არის რაღაცა პროცესის შემოქმედებითი უფრო არის, როცა ეძებ ახალ ფაქტურას, ახალ ფორმებს, ცოტა მეტ განათლებას იღებ კიდე შენი ქართული თქვათ ისტორიის თქვათ იგივე რაღაც ორნამენტები იქნება ის სიღრმეში რომ შედიხარ უკვე და დიდი მეცნიერების კიდე ჩანახატებს ნახულობ ენათმეცნიერების კვლევარების მე ჩემებურად ინტერპრეტაციას რაღაც ან მიუმატებ ხოლმე ან ფერადოვნება უფრო მეტი და აი ეგ არის რომ აი სულ რაღაც ახალი იმიტომ რომ მოსაწყენი იქნება ჩემთვის ძალიან რომ ერთი და იგივე ეს თემატურადაც მიჩვენია რომ ბევრი რამე ვაკეთო. იცი შემოქმედი ყოველთვის გამოირჩევა სიღრმით და ძიებით. ანუ იცით რა სხვაგორად არ შეგიძლიათ თქვენ თვითონ ინტერესებით, იმიტომ რომ თქვენ გინდათ, თქვენ პროცესი მოგწონთ და ამის გარეშე და მართლა იგრძნობა თქვენს ნახატებში არა მხოლოდ პროფესიონალიზმი, ფერთა ჰარმონია, დეტალიზაცია, მაგრამ ამის უკან ბევრი წიგნიც არის, ამის უკან ძალიან ბევრი სიღრმისეული, ისტორიული ცოდნაც და ნუ არ ვიცი რომელი სფერო არ გაქვთ თქვენ ყურადღების თითქმის ყველაფერი. რა არის აი მაინც მეს მგონია რომ და ინფორმაციას აი რაღაც ესაუბრო ადამიანებს ფერებითაც და ამავე დროს იკონოგრაფიული თქვათ აი ფორმებითაც ხო და ეს არის ძირითადი ჩემთვის
და ქართული სიმბოლიკა, ყველაფერი ქართული, ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთოთ, ხო? ორნამენტები ყველაფერი ქართული და ყველაფერი ქართული სიყვარული, როგორც თქვენ ამბობთ. და მე თქვენ ინტერვიუ მომეწონა, სადაც თქვენ ბრძანეთ, რომ ქართული სიკეთე მინდა ვაჩვენო. ანუ ხვდებით რას ამბობ, ანუ აქ არ არის რაღაცა ვიწრო ამბავი, იმიტომ რომ ქართული თქვენთვის არის ყველაზე ახლოს და სასაუბრო ენა. აი მეც მგონია რომ ძალიან ამ ბოლო დროს ახლა ჩვენ გარშემო რაც ხდება მსოფლიოში ქართული ეხა მინდა რომ წამოიწიოს ძალიან მაგრად ქართული რაც გვაქვს სიკეთე ეს უნდა იყოს არ ვიცი აი მაქსიმალურად ჩვენივე ქართველებს დავანახოთ რომ ჩვენ გვაქვს აი ეს უნიკალური კულტურა და უნიკალური აზროვნება და ისტორია და ეს ჩემთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა და სალომე ხელოვნების სასახლეში გაიმართა გამოფენა მართლაც ნიშანდობლივია და მე მგონი ესე ბრენდი გომელაურები როგორც აღნიშნეთ თავის დატვირთვას ატარებს და რამდენად იზიარებთ თქვენ და რამდენად მოგწონთ თუნდაც ის რომ აი სხვა სანამ ეთერში შემოვიდოთ თქვენ მითხარით აი ბრენდი იმას არ ნიშნავს რომ დავუშვათ რაღაცა წარწერა იყოს გომელაურები ამას საერთოდ სხვა დატვირთვა აქვს და როგორც ხელოვანს როგორც შვილს როგორც ადამიანს რომელიც ჩართული ხართ ამ პროცესებში როგორი ხედვა გაქვთ და აი ამაზე რას გვეტყვით თქვენ საზოგადოებისთვის ბრენდი ხართ რა თქმა უნდა ხელოვნების სასახლე ჯერ ამ დასაწყისში ვიტყვი რომ თვითონვე უნიკალური შენობა უნიკალური გარემო და საოცარი სივრცე და ვთვლი რომ ზურას ნახატებით თავისი ისტორიით და დატვირთულობით საოცრად მოუხდა და ეს იყო შერწყმა და საოცარი აი უღრმეს მადლობას მოვახსენებ ბატონ გიორგი კალანდიას არაჩვეულებრივი მასპინძლობისთვის და ესეთი ხელშეწყობისთვის ხელოვანების და ჩვენ მიმართ. სურას ნამუშევრები და ზოგადად ჩვენი შემოქმედება ვფიქრობ რომ ესეთ სივრცეებს უფრო უხდება კლასიკურ სივრცეებს ვიდრე რაღაცნაირად ყოველთვის ვცდილობთ რომ გავათანამედროვოთ. ხო არ იყოს ძველი რაც ჩვენა ესე კულტურა რასაც ვაფასებთ და უნიკალური ნივთები და უნიკალური ასეთი შემოქმედებითი ნამუშევრები გაგვაჩნია გვინდა რომ ახალიც შევქმნათ ჩვენ ქართველები ვქმნით რაიმე ახალს და აი მსოფლიოსაც ამას ვანახებთ რომ ჩვენ შეგვიძლია რომ თქვათ ჩვენი ღირსეული სიტყვა მსოფლიოს წინაშე თუ როგორები ვართ და ვიყოთ მისაბაძები ყველასთვის და ჩვენ ვიყოთ ყურადღების ცენტრში რაღაცნაირად ესე ვფიქრობ. დიახ და თქვენი ქართული ფერწერა ხო ქართული სიტყვა რომელიც ფერწერით გამოიხატება ყველა ენაზე გასაგებია. ანუ არ არის აუცილებელი ფლობდე ქართულ ენას რომ გაიგო შინაარსი რომელიც თქვენ ახატებშია გადმოცემული და ეს არნიშნავს იმას რომ არა ქართულია ანუ ხვდებით ანუ რას ვამბობ ანუ ყველასთვის გასაგებ ენაზეა ქართული ისტორია აი ზუსტად აი ოსტატურად ჩვენ ქართველებმა ჩვენი გულიში და ფიქრში და ეს ოსტატურად ისე უნდა გადმოცეთ, რომ ყველასთვის მისაღები იქნება და იქნებ დაინახონ ეს სილამაზე და ეს დიდი სიბრძნე და ეს დიდი სიყვარული დაინახონ რამენაერად. კი ბატონო, და უნდა დაინახავ. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ რაღაცნაირად აი ჩვენს თუნდაც ბრენდი გომელაური ვცდილობთ, რომ თანამედროვე ხელოვნება რაღაცნაირად უფრო განვავითაროთ და ადამიანებს შევთავაზოთ რაიმე ახალი. არ იყოს ეს მხოლოდ ფერწერული ნამუშევარი, რომელიც მუზეუმში განთავსდება ან ინტერიერის სივრცეში. იყოს ეს გამოყენებითი ხელოვნება და იყოს ის, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვეხებით. იგივე იქნება ეს სამოსი, რაიმე ნივთი და გავაცოცხლოთ ეს ყველაფერი და ვატაროთ თან. კი ბატონო, და აი ეს ხელშესახები რო იყოს, ხო? ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც გამოფენაზე დამთვალიერებელი მოდის და ამ საოცარ ნამუშევრებს ხედავს, ანუ შემდეგ აემხელა ემოციით იტვირთება, იმიტომ რომ როდესაც ბატონ ზურას შემოქმედებაზეა საუბარი, უპირველეს ყოვლისა გარდა პროფესიონალიზმისა, მოდის სიყვარული და სიკეთე, დადებითი ენერგიით ივსები მიდიხარ სახლში, მაგრამ აი
გამოყენებით ხელოვნებას, აი მინდა რომ ეს თემა ჩავშალოთ, ხო? თან აქ იგულისხმება თქვენი შემოქმედებაც ეს იქნება თქვენი სამკაულები, არაჩვეულებრივი სამოსი, ტექსტილზეც მუშაობა. კი ბატონო, აი ეს რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისთვის, როგორ შეიძლება შევეხოთ ამ ყველაფერს? ადამიანებს გჭირდება სიხარული, რომ რაღაცნაირად ეს ნეგატივი, რაც გარშემო არის, რამენაირად გადავფაროთ და ვფიქრობ, რომ ამაში თუ მონაწილეობას მივიღებთ ჩვენი შემოქმედებით, ეს არაჩვეულებრივი იქნება. თუ ამას ვატარებთ თან და განწყობას ვატარებთ, ხო, ეს არ იქნება მხოლოდ ესეთი ხელშესახები, ხო, ვიზუალურად. იქნება ხელშესახები განწყობისთვის, ადამიანისთვის და რაღაცნაირად გაგვილამაზებს. ეხლა კერამიკაც ის ქვენით ცოტა. ეს სიახლეა. კერამიკულ ნაწერს უფრო განვავითაროთ ზურას ნახატების მიხედვით შეიქმნება სხვადასხვა კერამიკული ნაწარი. ნინო, როგორი ბედნიერება, როდესაც ასეთი ხელოვანის ოჯახში იზრდები და ესეთი ზღაპრული სამყარო შენ ირგვლივ, ანუ მუდმივი გამოფენა, ანუ ხო, პატარა საოცარი პრინცესა თქვენი და როგორი, ანუ მე ვფიქრობ, რომ კი, რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივი სივრცე იყო, სადაც თქვენი ნახატები გამოიფინა, მაგრამ იქ სადაც ეს ყველაფერი იქნება, იქ სადაც ეს ყველაფერი შეიგრძნობა, იქ უფრო რაღაცნაირად, აი, ბედნიერი ხალხი ხართ მართლა. პატარასაც აინტერესებს. პატარასაც აინტერესებს, გემოვნება ვითარდება პირველ რიგში. სხვა პროფესიითაც რო დაკავდეს, ეს მისი არჩევანია და მისი სურვილია, რომელ პროფესიას აირჩევს, რა თქმა უნდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ ისეთ გარემოში გაიზრდება, სადაც არის თეატრი, სადაც არის კინო, სადაც არის მხატვრობა, სადაც არის კულტურა, ის აუცილებლად გემოვნებიანი ადამიანი ჩამოყალიბდება. კი, ესეც ხო არ დგამს თვითონ უკვე. ხო არ იგონებს. არა, თეატრი რომ მოუხატე, იქ უკვე მახსოვს ეს ბოლო უკვე ხარ ძალიან ესეთი სერიოზულად უდგება ბევრ რამეს. პერსონაჟებს იგონებს, ხო? კი, და თან ხატვა უყვარს, ზერწვა, ეს აუცილებელი რაც არის ხელის ესე იგი შენი ხელით გაკეთებული, ეს აი ნუ ძალიან ისე არის. და აი ხა მე კერამიკას რო ვთქვი, ხა იმას ხატავ ხოლმე კერამიკაზე, ესეთ კერამიკული საღებავებით, ოღონდ ისეთ სპეციალური და ეს კი რაც ძალიან აინტერესებს უკვე ეს რო უყურებს ამ ყველაფერს, ძალიან აინტერესებს. ზერწავს თვითონაც? თვითონაც ზერწავს, კი. ზერწავს კი, ბებია ესე იგი ჩემი მეუღლე მოქანდაკეა და ის თავიდანვე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, თან იცის კარგად რამდენად საჭიროა, იმიტომ რომ ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა ხელოვნების გალერეაში არის პედაგოგია და ბავშვებთან ამისი, რა ვიცი, მე მგონი 30 წელია უკვე ასწავლის. ის არის გამოცდილება აქვს ბავშვებთან ურთიერთობის, რომ აი სწორად განვითარდეს იგივე ხატვაში, ზერწვაში, იმიტომ რომ რაღაცა მან ცოტა შეცდომა თუ დაუშლებს, თვითონ აღარ მოუღდეს მერე. ამიტომ უნდა შეუყვარდეს და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გარდა იმისა, რომ შეიძლება აღარ მოუნდეს, არასწორი მიმართულება ამის. კი, არასწორი. შეიძლება ფიზიკა, მათემატიკით დაინტერესდეს საერთოდ და არა, იცით რა იქაც რაღაცა ფანტაზიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ამ ფანტაზიის განვითარების აუცილებლად აძლევს საშუალებას. იცით რა ვფიქრობ, რომ აი ესეთ გარემო ნებისმიერ ოჯახში უნდა იყოს. თუ თქვათ ეს ქენიც ბავშვებს აი უთქვიათ ახლა მშობლებს აი თქვათ სურათებზე რომ მოდიან რაღაცებს მეკითხებიან ხოლმე და ის არის აი არასწორად თუ ის კენი შეიძლება ფანტაზია დაკარგოს ბავშვმა. იმიტომ რომ არ უნდა ესაკნა ძალიან არ უნდა ჩაერიო ბავშვის იმაში აი თავისუფლება უნდა მისცე. კი, პროცესში. შეიძლება გზა მისცე, ხო? კი, აი რაღაც მიანიშნო, მაგრამ არა შენ არ უნდა უთხრა რომ მაინც და მაინც თქვა და ესეთი არის ზუსტად ამ ფორმის მიეცეს საშუალება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზაა. თავისუფლებას მისცემ თვითონ სალომე არის ამის მაგალითი, იმიტომ რომ ის მისი ხელოვნების ის მიმართულება, რომელიც მან აირჩია, გარკვეულწილად დაკავშირებულია კარგ საფუძველთან, რომელიც თქვენი ნახატებინა და თქვენი შემოქმედებინა და თქვენი პროცესიდან მომდინარეობს და მე მგონი ეს თქვენ ერთმანეთს ავსებთ. დიახ, და ხელოვნება აღწევება, ხო, ზოგადად და რაც შეეხება თანამედროვე ხელოვნებას, ორივეს პასუხი მაინტერესებს.
და თანამედროვე დამთვალიერებელს. თანამედროვე დამთვალიერებლის მოთხოვნას იცვლება თუ არა ეპოქებთან ერთად და აი რა არის ის მთავარი საკვანძო ხაზი, რომელიც არასდროს არ შეიცვლება და რომელიც ყოველთვის ყველას მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ეგ რა ვიცი, ხა პრინციპში მე რასაიდუმლო არ ვიცი, მაგრამ ერთი ის ვიცი, რომ არ ვღალატობ ჩემს იმას სახშნეს და აი თქვა სურათს რო შემიკვეთავენ, ნუ სულ ცოტა მეუთხარი ორი კვირა უნდა ვაკეთო, არ მე რომ მე თვითონ ვისიამოვნო, მაგრამ ორი ხაზია, ავიცი, ალბათ ის უფრო აი გულწრფელობა და უნდა იყოს სანდო. აი სხვა ადამიანისთვის როცა ხარ სანდო, ეგ არის ძალიან კარგი და როგორც ურთიერთობაში, ისე შენ მხატვრობაში ან შენ ნებისმიერი დარგის წარმოება. კი, აი სანდო ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა გამოჩნდა კიდე ძალიან რომ ესე იგი სანდო ადამიანი ეს არის ძვირფასი რამ. მონაპოვარი. როგორი სიტყვა ბზანდა. მე მჭირდება დრო რომ მე თვითონ ვისიამოვნო, იმიტომ რომ ისი რა არის თუ შენ პროცესში არ იღებს სიამოვნებას, ის არ იქნება ხო სხვისთვის ასიამოვნო. ესეც აი საჩუქარიც მიყვას ხოლმე საჩუქარი და საჩუქარი მე არ უნდა შევაფასო, თქვა მე რომ საჩუქნი ვინმეს მე არ მაქვს უფლება რომ ის შევაფასო. იმიტომ რომ ვინც იღებს საჩუქას იმ უნდა შეაფასოს. რა თქმა უნდა, კი ბატონო და სალომე რას გვეტყვის თანამედროვე ხელოვნებას და მოთხოვნაზე? თანამედროვე ხელოვნებასთან დაკავშირებით ძალიან ფართო ასორტიმენტია, ხო? უკვე არის რომ შემოთავაზებული არის ადამიანებისთვის ძალიან მრავალფეროვნება. მაგრამ ჩვენ აი კიდევ ერთხელ განმეორდები რომ ქართული კულტურა და ჩვენი ქართული სიტყვა უნდა უფრო მეტად გავაჟღეროთ. და ეს იქნება ის სწორი ნაბიჯი თუ ვაწარმოებთ ქართულს. ჩვენ შევქმნით და არ იქნება ეს შემოტანილი და სხვა ასორტიმენტის შეთავაზება. და აი სხვისთვისაც საინტერესოა ქართული, ხო? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ფიქრობ, რომ ეს შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ქართული არის განსხვავებული, ქართული არის დამახასიათებელი. სხვებისგან განგვასხვავებს, ხო? და არის ყველაზე თანამედროვე, ეს უძველესი ფრესკებიც, უძველესი ორნამენტებიც არის ძალიან თანამედროვე, რასაც ჩვენ ასევე ვიყენებთ ხოლმე ჩვენ შემოქმედებით. და ეს მაინტერესებს სალომე, აი თუნდაც სამკაულებს და სამოსზე ეს ძველი დავუშვათ აი ეს ელემენტები, ორნამენტები რამდენად გამოყენებადია თქვენთვის და რამდენად დატვირთულია. რა თქმა უნდა, ძველის განახლება, ახალი სიცოცხლის ასე ვთქვათ შეძენა ძველისთვის. ესე ხდება ჩვენ შემოქმედებით. სალომე ბატონმა ზურამ ბრძანა რომ ბევრს მუშაობს, ან ბევრს კითხულობს, ბევრს იკვლევს რაღაც ახალი რაც შემიძლია. ხო, ახალისა და თქვენ მაინტერესებს ან ინსპირაციის ყავრო საიდან მოდის, ანუ უშუალოდ მუზეუმში ხედავთ ამ ძველ ნამუშევრებს ან კატალოგ უკვე არსებული ჟურნალები მოდის სფეროს რაც შეეხება და სამკაულების ტენდენციებს, რა თქმა უნდა ვითვალისწინებს სიახლეებს, რა თქმა უნდა ყოველწლიურად იცვლება ფერების ტონალობა, დიზაინი იცვლება და რა თქმა უნდა ამას ვითვალისწინებს. ხო არ შეიძლება გქონდეს მხოლოდ შენი ხედვა თუ სხვაც არ დაინახეს. არ ნიშნავს იმას, რომ რაიმეს გადმოვიტანთ ჩვენ და იგივეს განახორციელებთ, მაგრამ თუ არ მოხდა ეს მოკვლევა და გამოკვლევა სხვა დიზაინერების, სხვა ხელოვანების, სხვა ფერწერების ნამუშევრების შეუძლებელია რომ განვითარდეს ხვანაირად. ნამდვილად და ის რა მაინტერესებს, აი ზოგადად ფერებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო, ფერი ქმნის განწყობას, აი როგორც დამთვალიერებელი ასე და მოყვარული და ალბათ დამეთანხმებით, ხო, თქვენ და აი იმდენად რაც ნაირფეროვნად ლამაზია თქვენი ნამუშევრები და ის რაც განსაკუთრებულია, ის ის მე მგონი ნებისმიერი მიხვდება, რომ ეს არის ზურა გომელაურის ნახატი და აი ფერებთან მიმართებაში თქვენი მთავარი ფერია, მთავარი ფერები ხო არიან მხატვრები, რომ აი ამ ფერში ხატავენ და ეს ფერი უყვართ. არა, იცი რა ვცდილობ რომ დავიმორჩილო ყველანაირი ტონალობა, რომ იყოს ემოციური, კარგი, აი არ მიყვარს ესეთი აგრესიული ფერები, მიყვარს მშვიდი ტონები. და საერთოდ ისეთი დრო მოვიდა, რომ მართლა საჭიროა ჯიუტად ქართული თემატიკაზე მუშაობა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ახალგაზრდა თაობამ ესე იგი
აი ეს განაკლისი რაც ვერ მოხერხდა რომ დაენახათ ალბათ უფროსი თაობების ბრალია ეს ეხლა მაინც მინდა რომ ვთხოვო მათ რომ აი ძალიან ჩაუგრმავდნენ თავიანთ სამშობლოს თელ ისტორიას მე ძალიან მოწონს თქვენი ეს ხაზგასმით ქართულზე აქცენტის გაკეთება აქ არ არის ლაპარაკი რაღაცა უპირატესობაზე აქ ლაპარაკი არის მართლა საგანძურზე რომელიც გააქვს შენია და ისეთი და ისიც არის აი თუნდაც მოდით ახლა არდადეგები იწყება და ყველა აპირებს სადაც გამგზავრებას მაგრამ მე ფიქრობ რომ საქართველოს იმდენად დატვირთულია თუნდაც აი ამ კუთხითაც რო თქვა და ეს თემას გადაუხვია მაგრამ იმდენი ლამაზი კუთხე გვაქვს რომ სულაც არ არის საჭირო სადაც სხვა ქვეყნებში გამგზავრება ხელოვანისთვისაც ძალიან საინტერესოა რომ ეს შემოქმედებითი განწყობა ის ფერები რომლებიც ნებისმიერ თუნდაც აფხუში ამ ხვატში აი ამ რაღაცაში ხო თავისებური ინსპირაცია უკვე ან შემოდგომაზე სასაული ამბავით ფერების ჰარმონია და იცით რა არის მართლა აი მესამეჯერ ვიძახი ამას ბედნიერი ადამიანი როდესაც ყველაფერს ამას იტევს და გააქვთ ახლა თქვენ სადაც არ უნდა წახვიდეთ სადაც არ უნდა მოხდეთ ყოველთვის თქვენი სამყარო გააქვთ თქვენს და თქვენ სალომე და ამ სამყაროს ჩუქნით ადამიანებს თუნდაც აი დღევანდელი ჩვენი საუბრით და თუნდაც იმ გამოფენით რომელიც მართლა არაჩვეულებრივი სივრცეში შედგება. ბატონ ზურა და რაც შეეხება ბავშვებს, ხო, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რა თქმა უნდა, მშობლებს გვაქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ ხატონი, იმღერონი, ცეკვონ და ასე შემდეგ. თუმცა ხო, სურვილი ერთია ჩვენი და მეორე ბავშვს რა უნდა. აი თქვენი მიდგომა მაინტერესებს და თქვენი რჩევა, ხო, რომ რა შემთხვევაში დავუშვათ განუვითარონ ეს ნიჭი და კონკრეტულად მხატვრობაზე საუბრობ და მიყვნენ ამ ხაზს. აი ეგ ის არის ღვთისწყალობა მე ეს მგონია ესეთი აი როცა მეუბნებიან ხოლმე რაღაც რო კაის არ მჯერამ და არც რეალურადაც ესე არის ხა საამაყო არავის ამით უმეტეს მე არაფერი არ გვაქვს და ერთადერთი ეგ არის ღვთისწყალობა აი ყველაფერი არ არსებობს რამე რაც ჩვენ არ მოგვეცა ხო აი დღევანდელი სტუმრობა თქვენი წყალობა იქ ღმერთმა ხატვის ნიჭი მომცა სახლიც აი ყველაფერი ხო აი უფლის არის ნება რა არაფერი არ არსებობს ისეთი რაც ჩვენ არ მოგვეცა და ამიტომ არაფერი არ გვაქვს საამაყო ეგ ერთი და ბავშვიც ესე უნდა გაიზარდოს რომ თუ ღვთისწყალობით ნიჭი ექნება ის დააფასოს აი ყველაზე დიდებულება არის რომ მადლიერი ადამიანი ჩვენ ხელი შეუწყოთ კი და მიიღო ის ყველაფერი ისე როგორც ღვთისწყალობა და ხელი უნდა შეუწყო კი აბა ახალგაზრდებს უნდა ვასწავლოთ აი ჩვენი კულტურის დაფასება საერთოდ და კიდე ერთი უნდა ვასწავლოთ ის რომ არ მიიღონ ცრუ მესიჯები თუ როგორ რა ქვია მაგრამ აი სრულ ტყუილი დაპირებები ტყუილი ფეიკები კი ბატონო ხო არ შეიძლება იმიტომ რომ ადამიანებს სულ პირდებიან და სანდო ადამიანები უნდა გაიზარდონ და უნდა ვეცადოთ რომ სხვა სანდო ადამიანიც დააფასო თავარი არის სულიერება. შემოქმედებაც ამას ემსახურება. კი ბატონო. და თქვენ არაერთხელ თქვით სანდო ადამიანობას თქვენი ნამუშევრებით სულ გულწრფელია და სანდოა და ძალიან სიკეთით სავსე და ეს არის არ არის ეს ხელოვნური, ეს არის ესეთი მართლა მარტო თქვენი არ არის ხო ღვთის წყალობაა და ეს არის რაღაცა მოდი ესე ვთქვათ ღვთაებრივი ელემენტის შემცველი სულიერებისა თქვენ ახალებში და ნუ თქვენ აქტიურად მუშაობთ არ ჩერდებით და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის რა თქმა უნდა და რამის ახალს თუ გეგმავთ ბრენდზე აქვს საუბარი ხო აქ არის საერთო საქმეზე და აი რას აპირებთ რას გვირდებით იმიტომ რომ ყოველი თქვენი სიახლე არის ჩვენთვის დიდი ბედნიერება ხო და სიკეთის მომტანი რა თქმა უნდა პროფესიის მიმართულებითაც მუშაობ აქტიურად და ქმნი ახალ სამკაულებს ახალ დიზაინზე მუშაობ კოლექციის შექმნაზე მუშაობ და რა თქმა უნდა მუშაობ კიდევ ზურას შემოქმედების აი შარფების იდეა გქონდა ხო რაღაცნაირად იქნებ გამოვიდეს ტექსტილის დაწყებული გვაქვს დიახ პერიოდულად სუფრები თქვათ არაჩვეულებრივი ვიღაცა ახალი ქართული სუფრა არისო ეს ლურჯი კომპოზიცია რო არის სალონის დიზაინით თქვენ თანამედროვე სუფრა ეს იქნება საოცარი
წარმოვიდგინე უკვე. იმედია დამთვალიერებლისთვისაც შარժებს ფარდებს დავინახე უცებ სხვადასხვა. ხო, თუნდაც ესეთი ლამაზი მაგიდაც წარმოვიდგინეთ, რომ ფარდა მთელი ნახატით გაშლი და სულ სხვადასხვა ისინი წარმოიქმნება. ინტერიერს დაამშვენებს. დაბადების დღეზე ადრე ძველ დროს არ მე მაგიდა არ მქონდა ესა კი მქონდა, მაგრამ ეს მეგობრებს შემოდიან და მე მეგობარმა ერთი ძალიან დიდი მაგიდა მაჩუკა და ესეც დავამატოთო და მოვხატე ისიც კერამიკული საღებავებით და ბიოლოგიური საღებავებით და ლაქით და თქვა პირდაპირ შეიძლება ავეჯზეც და ინტერიერის საჭმელი მუშაობთ ესე გამოდის. ორი არაფერი პრობლემა აღარ არის და ამასინათ იღუმენია დედა ელისაბედმა შემიკვეთა თავის შვილის სამზარეულოს რემონტის დროს ისინი მომიტანა ეს რა ქვია მეტლახები კედელზე და მოუხატე ისიც და უიწმინდება ჩვეულებრივად სველი ისეც ესე. ანუ საღებავი თქვენი ტექნოლოგიაა? არა უკვე აპრობირებული არა ეგ არის იტალიური საღებავებია სპეციალურად ეკოლოგიურად კი არა ეგ ხო ეკოლოგიურად მე დამუშავება უნდა ზემოდან. ამ საკითხში ზურა ძალიან ყურადღებიანია და ძალიან დაკვირვებული ყოველთვის როდესაც ირჩევს საღებავს ეს უნდა იყოს აუცილებლად ბიოლოგიური აუცილებლად ძალიან მაღალი ხარისხის და შემდგომ რომ ეს ფერწერული ტილოებიც ბევრი წლების მერე არ დაზიანდეს ამასაც ძალიან დიდი და დაზიანების გარდა თავისი აი გულწრფელობა რასაც ამბობთ აი თავისი სუფთავე ბუნებრიობა რომ ხარისხი იყოს მაქსიმალურად გამოკვეთილია იმიტომ არის გამოკვეთილი ბატონურას ძალიან დიდი მადლობა ბატონურა თქვენ რომ აი ამაზე ზრუნავთ იქიდან გამომდინარე რომ როდესაც ეპოქალურ მხატვარებს საუბრობთ მისი ნამუშევრები ეპოქებს გაყვება. მადლობა სამწუხაროდ ჩვენი საეთერო დროა. თქვენ მადლობა ესეთი არაჩვეულებრივი მასპინძლობისთვის. იმედია რომ ჩვენ გასწევით. წარმატებებს და რაც შეეხება ბრენდი გომელაურებს, ნუ სიახლეებს ველოდებით და ყოველთვის მოლოდინის რეჟიმში ვარ და ეს მოლოდინი არის სიყვარულით სავსე. გარსავალი გულწრფელი ნახველი თქვენი ნახატებისა და მიმღები იმ ბედნიერებისა, რომელიც ტილოებზე გადმოცემული გიგაური. ჩვენთვისაც არაჩვეულებრივი და განსაკუთრებული შემფასებლები ხართ. ძალიან დიდი მადლობა პატივი ამის მოსმენა. ზურა და სალომე გომელაურები იყვნენ ჩვენთან. დროებით გემშვიდობებით, სულ ცოტა ხანში დაგიბრუნდებით. დროებით.